ხანდახან ეხლა ვინისიუსი შეიძლება არა, მაგრამ აი ეს კაცი სად არის? აი ეს კაცი ხანდახან ისე თამაშობს, თვითონ არის ხოლმე რას გააკეთებს შემდეგს და მე თვითონ რანაირად მიხვდება ეხლა მაგას. მართალია მაგას გააკეთა ეხლა იმას უყურე მოხილვას და რეიმსთან მაგარი გადირკა ერთი ძალიან ლამაზი ეპიზოდი იყო, მაგრამ აი კილიან მბაპე კიდე რა 3 გოლი ხო შეაგდო. პირველი გოლიდან ისეთი შეაგდო, რომ ანუ აი ეგ რო რეალში იქნა, ეხლა ფიდი აჭრელებული იქნებოდა ყველასი, რომ აი კილიან მბაპე და რაღაცა. არის სენ-ჟერმენში, ანუ რაღაც მომენტებში უყურებთ 4-5 გოლის გატანა შეიძლება დაჟე რა რომ ნახე რა მბაპე ერთხელ ძელს გაარტყა, ერთხელ მეკარე მოატყვა და მცველმა მერე მცველმა აუღო. აი მე უყურებ და ძალიან მაგარი მატერიალია. აი მბაპე არის აი ძალიან ბიჭები ბიჭია? აი ძალიან მაგარი. მართლა გოუთობა რომ შეუძლია ეგეთია და. ვინ მითხარი კილიან მბაპე დასესში აგეცო. ხო. მაგას რომ მეორე გვარიც აქვს. მაგრამ იმდენი ლოტენი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელი კარიერას როგორ წარმართავ რა. ანუ არა ერთი ნახევარი საქმის სათამაშობს ეგ? პარი სენ-ჟერმენში. ნახევარი საქმის არის კარიერას როგორ წარმართავ. აი ტიპი არის მსოფლიო ჩემპიონი, უნიჩიერეს ტიპია, უამრავი გოლი კალენდარულ წელიწადში ანუ ბოლო წლებში. და აგე მე არ ვიცი ვინაა მაგალითად. და მაინც რაღაცა იმხელა ღრუბელი არ არის მაგის თავზე ამხელაც უნდა იყოს და ძალიან აი ვინისიუს როდრიგოს და ხოსელოს ეს ხელს მოვკიდებდი ეხლა და აი წაიღეთ თქვა ასე ვეთქო და ეს კაცი მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, კარგი თამაში ჰქონდათ ვინისიუს და როდრიგოს, მაგრამ მაინდა-მაინც აუდგათ ვალენსიასთან. რაღაცა კომენტარებიც იყო და უნდა იმას უნდა განმოვარცხო, აი რაღაცა წარმომიდგენია, თუ ეს გადაცემა იქამდე იარსებებს, საერთოდ მეპარება, მაგრამ თუ თქვა იარსებებს 2032 წელი როა და ეს მბაპე აღარ გადმოვდის რეალში ეს მბაპე დედამოწმ კიდე პარი სენ-ჟერმენში. მე ნანტში არის უკვე 22 წელი ნანტში თამაშობს და აი ვარიანტი ქონდა რა რომ აი პარი სენ-ჟერმენა რეალში გადასულიყო თუ ნანტში და ნანტში წავიდა რა და ეს რო კიდე მოთქვამს რომ მბაპე წაიყვანეთ ეს ვინისიუს კიდე თამაშობს ვინისიუსი რეალში ბელინგემი ისე ბომბარდირია გუნდის